გამარჯობათ, თურქეთზე ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, თურქეთის მოსახლეობა ჩამოყალიბდა მომთაბარე თურქმანული ტომებისაგან, კერძოდ თურქის სელჩუკებისაგან, რომლებიც შუა აზიიდან სხვადასხვა ისტორიული ქარტეხილების შედეგად აღმოჩნდნენ ყოფილი ვიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე და ამიერკავკასიაში. 1453 წელს 29 მაისს ესე აღნიშნული თურქებმა აიღეს კონსტანტინოპოლი და ასე ჩამოაყალიბეს დიდი ოსმალური იმპერია. მხოლოდ ვენასთან დამარცხებამ მოახდინა თურქების შეჩერება და ასევე თურქებს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ამერიკის აღმოჩენამ, რადგანაც აქცენტი უკვე გადავიდა იქით მიმართულებაში, ანუ ევროპის ყურადღება გადაერთო ამერიკის კონტინენტისკენ. უკვე ევროპამ იქედან დაიწყო სიმდიდრეების გამოზიდვა. იმიტომ რომ ევროპამ მოგეხსენებათ, ევროპა ცხოვრობს მსოფლიოს ძარცვით, კოლონიებიდან გატანილი სიმდიდრით და ვაჭრობით. ეს არის ევროპის ძირითადი საქმიანობა, რაც დღემდე ასეა სხვათა შორის. ჩვენთვის რაც არის საინტერესო თურქეთთან მიმართებაში, ეს არის 1555 წელს დადებული ამასიის ზავი, სხვათა შორის ეს ზავიც 29 მაისს დაიდო და ამ ზავის მიხედვით თურქეთს ერგო დასავლეთ საქართველო, ზავი ირანთან იყო დადებული და აღმოსავლეთ საქართველო ერგო ირანს. კიდევ შევკვეცოთ ისტორია და გადმოვინაცვლოთ მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქეთი აღმოჩნდა კოალიციაში გერმანიასთან და ავსტრიასთან, მაგრამ გერმანია და ავსტრია დამარცხდნენ, როგორც მოგეხსენებათ, პირველ მსოფლიო ომში და თურქეთი აღმოჩნდა ოკუპირებული და დანაწილებული სხვა ევროპული იმპერიების მიერ. და ამ დროს მხსნელად მათ მოევლინათ საბჭოთა რუსეთი და ის მოცემულობა, რომელიც იყო მაშინაც და ის მოცემულობა, რომელიც არის ეხლაც, რაც არის მით დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრს, რუსეთი და თურქეთი შეეწინააღმდეგა ევროპის იმპერიების, კერძოდ ინგლისისა და საფრანგეთის შემოსვლას კავკასიაში და ამან გადაარჩინა თურქეთი და მათ ფაქტიურად გაინაწილეს კავკასიის ტერიტორია. ჟორდანია წინააღმდეგი იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების და გერმანიამ აიძულა მას ეს ნაბიჯი გადაედგა. ახლა რატომ მოხდა ასე? ზოგადად იმპერიებს ჩვევიათ, რომ თავის კოლონიებს რაღაც აურდაურევენ იქ საზღვრებს, ქართლის ტერიტორია იყო არავის. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ტერიტორია, მაგრამ სოფლიო ესე არ უყურებს ამ პრობლემას და ამ საკითხს. სოფლიო უყურებს სუვერენს, ვინ არის სუვერენი. თუ შენ აცხადებ, რომ ამ ტერიტორიის სუვერენი ხარ შენ, მაშინ შენ უნდა უზრუნველყო ამ ტერიტორიის დაცვა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მაშინდელმა ეროვნულმა მთავრობამ შემოუშვა თურქული ჯარი ართვინში, არტაანში და ბათუმში, რომელმაც მე გამოაცხადა, რომ ეს არის თურქეთის ტერიტორიები. ანუ თავიდანვე რაღაც საუბარი კი შეიძლება იყო ჟორდანიასთან, რომ დაგეხმარები და რაღაც რაც იყო ტყუილი, იმიტომ რომ თურქეთი შემოვიდა და დაიკავა ეს ტერიტორია. ჩვენ და სასიკეთოდ სტალინმა შეძლო ბათუმის დაბრუნება. ამაზედაც მაქვს მე ვიდეო, უყურეთ, მოусმინეთ და თურქეთს დარჩა ართვინი და არტაანი. როგორც აღვნიშნე, ასე აკეთებენ იმპერიები, ისინი აძლევენ მიწებს თავის, ასე ვთქვათ, მოკავშირე თუ ყბადნაფიც ხალხს, თუ სახელმწიფოებს, ახალ წარმონაქმნებს, როგორც გინდათ ის დაარქვით, თუ თურქეთი რაღაც ისეთ მოძრაობებს გააკეთებს, რაც გერმანიას არ მოეწონება
დაუშვათ, მაშინ მათ შეახსენებენ, რომ ეს ტერიტორია თქვენი არ არისო, ხო? ასევე ასე ჩაიჭირეს სომხეთიც, როდესაც ლორეტაშირი გადასცეს ინგლისელებმა, თუ სომხეთი არ იქნება, ასე ვთქვათ, ევროპული, ინგლისური, ფრანგული ორიენტაციის, მაშინ მათ აუცილებლად შეახსენებენ ამ ფაქტს. და ის რომ ეხლა სომხეთი არის რუსეთის მოკავშირე და რა ეს ახლა ზღაპრებია, ეხლა ოდნავ მაინც პოლიტიკაში გარკვეული ადამიანი ამას არ დაიჯერებს, ეს არის ტყუილი აბსოლუტურად. ანუ ზოგადი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ თურქეთის წარმოშობასთან და წარმოქმნასთან დაკავშირებით. თურქეთი წარმოიშვა იმიტომ, რომ მან სწორი გეოპოლიტიკური ნიშა მონახა თავისთვის, ის დაუმეგობრდა საბჭოთა რუსეთს და მათთან ერთად გააძევეს ინგლისი და საფრანგეთი. ეს იყო თურქეთის ინტერესებშიდაც და ეს იყო რასაკვირველია საბჭოთა რუსეთის ინტერესებშიდაც. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.